დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე დღეს გივი თარგამაძის სასამართლო პროცესის გაიმართა მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და იკითხა გამომძიებელი გივი თარგამაძის თქმით კომისია არალეგიტიმურია და შესაბამისად ის არაპირებს მათ კითხვებს უპასუხოს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებისთვის თარგამაძეს სასამართლომ 10,000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან გადაიხადა. ერთ-ერთი ის განცდა გამიჩნდა, რომ ის მაგათი არანორმალური ავადმყოფი ადამიანი, რა დილასაც რა ხასიათზე იძახის, ეთქვის, რომ ეხლა მინდა გამოვიძიოთ არჩევნები იყო თუ არა გამოკალყალბებული. ოღონდ მეორე დღეს ეგ აღარ უნდა ომი. მერე უნდა ჯაფარიძე და ხაზარაძე. თვითონ ჭხდებიან, რა ფეხებზე კედია, ყველას არავინ მაგას არ უყურებს და ამიტომ ეხლა დასკვნის კეთება დაიწყეს. აი მაგასაც ვნახავთ, მაგდასკვნას საერთოდ დადებენ თუ არა. სისხლის სამართლებრივი დასჯადობა ამ მუხლისთვის არის არასწორი. იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შემადგენლობას იცნობს. აქედან გამომდინარე, პირველი კურსის სტუდენტიც გიპასუხებთ, რომ თუ ერთი და იგივე ქმედება ისჯება მძიმე და ნაკლებად მძიმე სასჯელით, ნაკლებად მძიმე სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული. ეს არის 2x2 სტატიის მასალებში არსებული მტკიცებულობის ოდენობიდან გამომდინარე, ბრალდების ხარისხი მიაჩნია, რომ ალბათ 2-3 პროცესი იქნება სრულიად საკმარისი მტკიცებულობის დასრულებისთვის. იცით რომ არის მოწმეები და საკითხი, ასევე არის წერილობითი მტკიცებულებები გამოსაკლავი. ჩვენი პოზიცია იქნება ასეთი, რომ იქნას სასჯელი გამოყენებული, თუმცა კონკრეტულ სახეს ჩვენ არ ვუთითებთ.